გამარჯობა. მოგესალმებათ კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიო პროექტი მისი ხმა. პროექტი ხორციელდება DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. სათემო რადიოს მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, მათ ჩართულობას თემის ცხოვრებაში, ცნობიერების ამაღლებას გენდერულ საკითხებში და ასე შემდეგ. მე გახლავართ რადიოს თანაწამყვანი მარიამ ქავთარაძე და დღეს საინფორმაციო რუბრიკის თემა გახლავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ქალაქ თეთრიწყაროში ციყვების პარკში 1 ივნისი საბავშვო გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებს გულითადი შეხვედრა მოუწყვეს. ღონისძიების ფარგლებში ბავშვების გართობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. საგამოფენო სივრცეებში მუნიციპალიტეტის ბაღებს წარმოდგენილი ჰქონდათ აღსასრდელების ნამუშევრები. ადგილზე მოეწყო სხვადასხვა სახის გასართობი სპორტულ-შემეცნებითი აქტივობები. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დღესთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრის მიერ დაქვემდებარებული სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები მიიწვიეს ქალაქ თბილისში კულტურის ცენტრ მუზაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე. 17 მოსწავლემ უნიკალური ნაშრომებით მუნიციპალიტეტი ასახელა. მათ წარმოადგინეს როგორც სახელოვნებო, ისე ფოლკლორული ნომრები. არც კოდის დევნილთა დასახლებას გამორჩენია აღნიშნული დღის ბავშვებისადმი მილოცვა. კოდის სათემო განათლების ცენტრის მხარდაჭერით კოდის დევნილთა დასახლებაში მოეწყო მცირე ღონისძიებები, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ სხვადასხვა სახის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1959 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. 1925 წლის 1 ივნისს პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება. ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე მაინც და მაინც 1 ივნისს, მაგრამ ერთადერთი ვერსიით 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული დუან უცზე დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში ბავშვთა კონფერენცია იმართებოდა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სიმბოლური დროშა გამოსახავს. მწვანე ფონზე დედამიწის როგორც საყოველთაო სახლის ირგვლივ განლაგებული სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები მრავალფეროვნებას, მრავალმხრივობასა და მშვიდობას ასახავენ. 1 ივნისს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბავშვებისთვის გასართობი და კულტურული ღონისძიებები ეწყობა. თუმცა ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს. ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია. ჩვენი ყველას მოვალეობაა დავიცვათ ბავშვთა უფლებები, მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობისათვის გაუმჯობესებისა და მათი დემოკრატიული აღზრდა განვითარებისთვის.